მოკლედ დავდგი წიწი ბურა და აი აქედან უნდა მოვიღო ხორცები, გავაცალო ამ ძვლებს, დავჭრა და რაღაც მინდა გავაკეთო და გაჩვენებთ რაც. $45 იყო ხალხო ხორცი და უკვე მე რამდენი საჭმელს ვაკეთებ პროსტა. ხო თითქოს ძვირი ღირს, მაგრამ რამდენად უფრო ის გამოდის. ანუ მომგებიანი, იმიტომ რომ საჭმელსაც მეც საკეთებ. სასარგებლოც არის. მეტათაც ანაყრებს. აი სოსისები და ძეხვები და ეგენი ზოგჯერ ძალიან მომდება ადამიანს მე ავიწყირო ეხლა მე არასდროს იყიდო და რაღაცა თუმცა ვცდილობ რომ უფრო ხორცი ვიყიდო თუ აი ძალიან არ მომენატრა ზუსტად მაინც და მაინც ის მაშინ ეს ვჭამო იმიტომ რომ რო კითხულობ შემადგენლობას უმეტესობას აქვს იმდენად საშინელი შემადგენლობა ანუ ხორცი არაა იქ იმდენად ცოტა ხორცი კალორიები არის ხორცი არ არის შესაბამისად იქნასაც არ განაყრებს და სხვათა შორის გოგონია რომელიც იაფირებს მაგრამ იაფიც არ ღირს იმიტომ რომ ერთი ჭამა გაშინა თქმა უნდა რამდენია ოჯახში ადამიანი ცხადია მაგას აქ მნიშვნელობა რა თქმა უნდა და ეს იქიდან გამომდინარე მამას აქვს დარტყმული ესა აჯენდა მოქვია წვრილი ძვლები აქვს და ესე იმიტომ ვატარებ რომ ამიტომ ეს წვრილი ძვლები გავაყოლო ანუ მიხვდით ალბათ რისი გაკეთებაც მინდა ეს მინდა ვადუღო სანამ ეს წვენი არ ჩახრება ანუ როგორც ვითომ ტუშონკა რა ხო ხდებით ოღონდ აი ნამდვილი სახში გაკეთებული არა ნაყიდი არამედ ნამდვილი თავისივე წვენში ეს მინდა ჩაშრეს დუღილში ჩავამატებ ხარს, ნიორს, სტაფილოს და ეს ყველაფერი რომ ერთად ჩაიშუშოს სანამ აი ეს სულ არ იმას იზავს ეს ჩაშრება წყალი ეს იქნება საოცრება მერწმუნეთ ესე და ცხიმსაც ეს თავისი ცხიმია გადმოვიტან ცხიმსა
ჩემთან ხალადეცი არ უყვართ, თორემ ხალადეცსაც გავაკეთე და იმ მაგალითად ზეხვეულობას და ეგეთზე ბევრად შესაძლებლო ეგა. აი ეს. ახლა ეს გადავიტანოთ იქით. და ეს უნდა დავდგა, არაა აქ, ეს ან დაბალია, არაა აქ, ეს ან მაღალია. მე დაი აქ ეს საშუალო ცეცხლი და ამაზე მინდა რომ აი ესე იდუბოს. ასე. ახლა მოვიტანოთ ხახვი. მოდი შენ უზარმაზარო. 1 და 2. უძან დიდი ხბევრი ხო არა, კი ძალიან ბევრი. მეორე ესეთი იყოს. აი. მოდი ესეთი ხახვი. აპაჩე. აჰა. ეხლა დავჭერ ხახვი. და რო დავჭრით. გავაყოლოთ. ერთ ხახვი დაფუჭებული არ მომაჩნდა. და ამიტომ ხისი მოტანა დამჭირდა. ის დიდი იყო გაფუჭებული. ხედა მიცურავს ხოლმე სულ. მოკლედ, ეხლა მომატებ სტაფილო, საფარი, 2 პატარა სტაფილო. ერთი გუში გამფარლევამ წაიღო, მიკბიჩ-მოკბიჩა და დატოვა და მეორე ბოლო იყო დარჩენი. მეორე მე მგონი არ მაქვს. აი ეს ყველაფერი ჩაიხარშოს, აი ეს ყველაფერი უნდა ჩაქრეს და გაქრეს და ჩადნეს. დები მე იმ წელს ავამატებ რაც დარჩა. გუშინდელი ბრინჯი სულ გათავდა ხალხო. მე ერთი უკმანა მიჭამია, ხო ეს ძალიან მიყვარს. ეხაც დავდგი ბრინჯი, დიდი მრახო დავდგი ბრინჯი, დავდგი. მე გაჩვენებ რა, აჰა, ეხლა მინდა რომ ეს თავრეცხო. სანამ ისი ხარშება, ეს გაირეცხოს და ამ დროში მე მინდა რომ თავი დავიკავო. თორე თუ არ დავგეგმე, ისე გადის ხოლმე დღე. რაც მინდოდა. ეს შენ გამოვრეცხა ზამთარში მე 1000 ავერავ იმას. გუშინ არა მოუშვი საწოლში. სასჯელად. და იცით რა არ მინდა ხოლმე რომ დავსაჯო. დავსაჯო იმ წუთას კი არა ზოგადად. იმიტომ რომ მიჭირს. იმიტომ რომ მე ამაზე ნაკლებად კი არ მიჭირს. ესეთი ვარ რა ვქნა. დავიტანჯე მთელი ღამე რომ მოდიოდა და რო არ უშვებდი.
მაგრამ არა მოვუშვი, იმიტომ რომ უნდა გაიგოს. აი ამაზე პატარა როგორ ხარ შეიძლება იყოს, ლივში ჩაეწია, ორიანი საწოლი. ამაზე პატარა ჩანაიგე შეიძლება იყოს უკვე. იქ მოვიდა ნილებს ამ მეშინია რომ ეს დეგენერატია რო არ შეჭამს. დელაია როზა ამბიელის. სამი გაქაფუა მიცით. ნინო სამწუხაროდ არ მქონია. ეხლა დავთავაზებ, სანამ ეს ირეცხება. და ის ტუხტუხებს. ეს ტუხტუხებს. ვაა. ცი უყურნა. Mama doing it. Good morning. Stali amara. Ეხანახეთ. ხო გამოვსწრა. და ესე ვტოვებ თავღიას, რომ ეს ამოშრეს. ხდებით ეს ორთქლი. თავზე არ ვახარ. ოსიცით რა იქნება. ნიორიც რო ქონოდა ვაფშე, მაგრამ რაღაცა ხოხობს ვარაფერს უნდა აკეთოს არა. ნახეთ რამდენი რომ მეგაკეთდა. ევა კვერცხი მინდა, ევა შეხვარო. ამას მეორეს დავამატე, რაც იყო სულ დავამატე. აი, იქ აღარ არის არაფერი. და ნახეთ. ისო ჩაიშრო. და ხა ამასაც რო ბოლომდე ჩაიშოს, ეს წვენი ცოტა ხად არ რჩება. ერთი თითის დადება. მერე გამოვხდა უკვე. აი ნახეთ რა საუბრობდი, უყურეთ. ნახეთ ხოცი როგორია. ხედავთ? ეს სუფთა ტუშონკა. Vine cicibulės muaschi. Ginda ძიმს მოასხი, გინდა მაკარონს მოასხი, რასაც გინდა იმას მოასხი. ბოლოს დავამატე ხორციანი კერძების საკმაზე გამოვთე, იმიტომ რომ ცოტა წვენი მინდა რომ კონდეს, ანუ რომ მოასხავ რა რამეს, ანუ მარტო ცარიელი ხორცი არ მინდა რომ იყოს. შეგიძლიათ თუ მაგალითად არ მოგწონთ სტაფილოს გემო, სტაფილო არ დაამატოთ, ან ხახვით დაამატოთ მარტო, ან რა ვიცი როგორც გინდათ რა. ხა მაგალითად ბულგარულს მე აქ არ დავამატებდი, იმიტომ რომ არ მომწონს. ჩემთვის რომ აკეთებ და მარტო ხორცს გავაკეთებდი. და მე სუფთა ხორცის გემო მიყვარს. მაგრამ მთელი ოჯახისთვის ეს ფიქრობ, რომ ყველაზე იდეალური ვარიანტია. ხო.